საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. მშვიდობის ვიცი ძალიან ადრეა თან შაბათია, მაგრამ მხოლოდ ის დედები გამიგებენ მისი შვილებიც იდეალური დედის შვილებთან მეგობრობენ. ნამდვილი სტიქიური უბედურება, არ იცი საიდან და როდის დაგატყდება თავს, სულ მზად უნდა იყო, ძილშიაც კი. დღეს ამ სტიქიურმა უბედურებამ მეხის სახე მიიღო და დილის 7 საათზე დამეცა. Sasa, გიხდება პასუხი რა. ის იდეალური. მამა? დედა. მაგალარ ეხლა მე ისეთ ფორმაში რომ იდეალურ დედას ველაპარაკო. ალო? მაკა გამარჯობა. გამარჯობა. რა ხმა გაქვს, ხომ არ გაგაღვიძე? არა, რა დროს ძილია. რაზე გირეკა ვიცი? მაის მითხარი? გუშინ სანდროს მაშო დაუპატიჟებია თქვენთან. ეხლა კიდე იკლავს თავს გინდა თუ არა წამიყვანაო. ვაი, მე რა საყვარელია. ხო და ვიფიქრე, მაგას დავურეკავ და ვეტყვი რომ დღეს მივიყვან თქო. დღეს? ხო, ეხლა აუზეა, ცოტა ხანში შემოვიყვან, შეჭამს, მე ცოტას დაისვენებს და სადღაც 12-ისთვის თქვენთან ვიქნებით. ვაი, მე მოვკლავ სანდროს, ეს როგორ გამიკეთა. არა, ძალიან მიყვარს მაშო, ძალიან საყვარელი ბავშვია მართლა, მაგრამ დედამისი თან ესე დაუგეგმავად ესე მოულოდნელად 3 საათში აქ მოვა იდეალური. ვაი, მე სახელმწიფო გამოსვლაზე მგონია თავი. მაშინ კი ჩავაბარე, მაგრამ ეხლა მგონია რომ ჩავიჭრები. რაც იქნება, იქნება რა ვქნა. ვაი, მე ეს თუ გადავიტანე. კაი, მაგრამ ნუ იცი ესე მანანასავით რა. რამე რო არ მოეწონოს, რა ვქნა მე? ყველაფერი მოეწონება, ჩვეულებრივი ბავშვია. ხო, მაგრამ დედა? დედაც რჩება. ეხა. აი მე რა ვასწავლავზე გავჩნდი რა. და საერთოდ რატო გავჩნდი? მშვიდობა? რა უნდა მაკა ჩემთან მშვიდობას და კაი ამბავს. დავიღუპე რა. დავჩიმეც უმუშევარი. მოგხსნეს? აი მე მაკა გააჩერე ეხლა ეს არა ვარ ამის ხასიათზე რა. აბადი, დაბრძანდით რა. რა ხდება დედა? ლეილამ დამირეკა. ბევრი ბოდიშები მიხადა, მაგრამ ბინა უნდა გავყიდო. ვაი. მოიცა. ლეილა ჩვენ ბინას ყიდის? მაკა? არა, მართლა ვერ გავიგე, ხალბატონო მარინა. თუ თავის ბინას ყიდის, თქვენ რატომ გიხადათ ბოდიშები? დედა, ნუ აი გიჟდები პირდაპირ. აი ამ ტვინით ეს სახლს როგორ აგნებს საერთოდ რა. გზაზე ის საცხობი კი არა და ან ფარეხი სადაც საცხობია. ეგ არის ლეილასი. აი ესე როდემდე უნდა უღეჭო ამას, კაი და რატო ყიდის ბინას? რა ვიცი რა, ლეილასაც არა აქვს ცხოვრება აწყობილი იქ რაღაცა შმაგის აერია სამსახურში და თვით შმაგის კაცო? ხო, შმაგიც ადამიანია. იმხელა ბინის ქირას იხდის, აქეთ ეს ორსული ცოლი და მოკლეთ რა. დედა და რო ჩამოვიდნენ? აი მე მაკა გადამრებს შენ მე რა, ესე ადვილია წადი წამოდი. მე არა და ბენაცვალე კაცო მართლა ჭკვიანი ბიჭია რა. შეტანილი არ ქონდა ვაკანსიაზე საბუთები რომ 100 კომპანიიდან დაურეკეს უკვე. აბა რა პრობლემაა? მაინც და მაინც ამ ბინის ფული უნდა რომ გამოჭამოს? არა ბატონო. ლეილას უნდა რომ თავის შვილს სადმე გარეუბანში უყიდოს კერძო სახლი, რომ აღარ იხადოს ბინის ქირა. უხსენი ეხლა ამას ყველაფერი რა. არ ამიშალა დილიდან ნერვები კაცო. ვა. მოვედი მეც რა ჭკუის საკითხავად. რა ქვია იმ ქვეყანას სადაც ახლა ეგენი ცხოვრობენ? ლიეტოვა დედა. ლიეტოვა.
მე რასა მოიგონებენ რა, ლიეტვა. ჩემ დროს იყო ლიტვა. არა, წარმოგიდგენია, შენ 5 შვილის დედა. მოახერხე აქ, მოსვლა და ის ორი ქალბატონი თურმე ვერ იცლის. კაი რა ქნა. მაგას სტუმარი ყავს. თარა სტუმარი. ელენე კიდე შაბათსაც მუშაობს. ხო და იყვნენ ინფორმაციულ ვაკუუმში. მე მაგათ მეორედ აღარაფერს აღარ მოუყვები. მე კიდე 1000 ჯერ მოვყვები ყაზბეგის ამბებს. ვაიმე როგორი მადლობელი ვარ ამ 2 დღის. საოცრება იყო. დილას ერთ მხარეს გაიხედავ გერგეთის სამება და მეორე მხარეს კოტიკო. ხო. ახარ ვიცოდი საით გამეხედა. რა თქმა უნდა კოტიკოსკენ ნათია. ზოგჯერ ხო. მე მსხაპრული ადგილია. ათი ხარ, მთები და ეკლესიაო. და რატო გეხოცები შენ იქ არიყავი? კი, როგორ არა, მაგრამ ჩვენ რო ავდიოდით, ნისლი იყო და მარტო ეკლესია ვნახეთ ახლოდა. ხო. ისა ამ გერგეთზე და ეკლესიაზე გამახსენდა. ეს ანდრო იცოდი რომ კოტიკოს სულიერი ძმა თუ რაღაცა ეგეთი იყო? ღმერთო აპატიერა, ეგეთი. ჩვენი ტაძრის მრევლია, მაგრამ ეს ანდრო, შენი ანდრო თუ იყო ეგ არ ვიცოდი. ჯერ ჩემი არა, მაგრამ მორწმუნეა? რა თქმა უნდა, აბა? და როგორი, აი მარხვაში სოიას კატლეტებს რო ჭამენ ეგეთი? არა, ეხა რას ჭამს არ ვიცი, მაგრამ ტაძარში ხშირად დადის. გასაგებია. ქორწილის მერე ნახე? არა, მაგრამ დღეს ყავაზე დამპატიჟა. რას მეუბნები? და ამას მიმავალ ტასო? რას გიმალავ, ნათია, გეუბნები. ხო, რა ვიცი. რა უნდა ქნათ? ხავა უნდა დავლიოთ, ნათია, რა უნდა გავაკეთოთ, რას მეკითხე? ვაიმე, ხო რა ვიცი, დავიბენი და აუ რა ორას ამბობდი? ვაიმე, მაცადე ნათია. ხან გერგეთიო, ხან ეკლესიო და ხან კოტიკოს პროფილიო კიდე. კარგი, ხმას აღარ ვიღებ. გისმე. მოკლედ. გუშინ ვალაგებ დასაცმელს. რეკას ტელეფონი. ვაიმე, ხო გთხოვეთ, არა სახლი არაურიოთ თქო, დილიდან ვალაგებ, რა არის ეს სანდრო? მე არ ჭამია, ნინი მჭამა. აი ხო, ავალაგებ რა იყო. დროზე სამზარეულოში გაიტანე. აუ, მაშას დედა რომ ამას გავიხდია, ძალიან მცხელა. კაი, ხადა, ოღონდ სადარბაზო და რო გავლენ ვერ იცოდე. მაშა გავიდა. მე, ციცი. მეგონება დიდი ხანი არ ვნახავთ ერთმანეთი. ხო, მაგრამ უყვარს ერთმანეთი და რა ქნა. გამარჯობა, ძალიან მიხარია რა გვესტუმრე. გაიგეცდე ხა. შემოდი. არა, მიჩქარება უნდა გავვარდე სენსეი პირველზე დამიბარა. ხო, სენსეის ვეროლოდინებ, ხო? არც კი დამემშვიდობა, არ რაღაცები უნდა დამებარებინა. მე მითხარი. კარგი. იდარწმუნებული ვარ, თქვენს გეკლებათ, მაგრამ მაინც ჩავდე. მაშინ უკაფო დუშგელს ხმარობს და არ დაავიწყდეს და საყვანი არ იხმაროს, კარგი? ეხლავე შევიდა ნაბაზანაში. ეს სახის დამატენიანებელია, ნუ პრინციპში დილის 9-დან საღამოს 8-მდე მზეზე არ გაიყვან და დღის განმავლობაში 2 ლიტრად წყალსაც დაალებინებ. არ უნდა დასჭირდეს, მაგრამ მაინც იყოს. აქ ისეთი არაფერი, ხელის კრემი, ტუჩის საცხი, ნუ ამასაც თვითონ მიხედავს. ხო, და რაც მთავარია, არ დამავიწყდეს. კაი, რატო შეწუხდი? ვაიმე, რა ამბავია ეს? ბევრია. მე კიდე სულ ვჩხუბობ. 2 კვირაა ვერ მორჩა ამეების კითხვას. არა და ამათ ასაკში წიგნებს უნდა ყლაპავდნენ. რა ვიცი, დამპირდა ნინისთან თუ დამტოვებ დავამთავრებო. ხო, ნინის კითხულობს რაღაცას. ხო და ძალიან კარგი, წყნარი საათის დროს წიგნის კითხვაზე უკეთეს ვერაფერს გააკეთებენ. ნუ კვების და დასვენების რეჟიმი იცი და აღარ გიწერ, ხო? ამიტომ მხოლოდ ესენი ჩამოვწერე. იმ შემთხვევაში თუ ვერ დამიკავშირდი, ეს პედიატრია მაშას იცნობს დაბადებიდან და ეგრევე ურეკავ.
კარლო ალერგოლოგია. ჩათვალე ჩვენი ოჯახის წევრია და ამასთანაც არ მოგერიდოს. ეს ფსიქოლოგია. მაშინვე დაურეკე თუ კი შეატყობ, რომ ხასიათი შეეცვალა, ან ზედმეტად გამხიარულდა, ან მოიწყვინა, ეგრევე მაშა დაალაპარაკე. დარწმუნებული ვარ, არ დაგჭირდება. კარგი. კარგად. იგენაცოლი კი. რა თქმა უნდა, აბარა. საღამოს დაგიკავშირდებით. აუცილებლად. არა რა, ოქრობა და ცომის საზელი ვიშოვე კაპიკებად მეორადი. რა უჭირს მეორად ცომის საზელს, კაცო, ტანსაცმელიაცვია ხალხს მეორადი. არ ვამბობ მაგაზე არაფერს არა, უბრალოდ აღარც მეორადი გჭირდება და აღარც პირველად. რატო, კაცო, რა მოხდა? აი, ჩემი ბედი რო გაერევა რამეში ჯანდაბა რა. ლეილამ დამირეკა სახლს ვყიდი. ვაიმე, გარაშთაცო? ხო, აბა. და დავიღუპეთ რა. არაფერი, დავკეტავ აქაურობას და წავალ სახლში. დავეგდები პენსიაზე. და ჩემი სიძის კისერზე. თანამდენი შრომა მაქვს ამ ყველაფერში ჩადებული. კარგი ერთი შენ გენაცვალენ უიცი ახლა ეგრე შენ არ აგიწიოს კიდე წნევამ რა. ამიციოს ერთი და დამარტყას და დავისვენებ რა. არაქირავებს ნეტა ვინმე იმას ფინანს. ეს ის რო არის კაცო, მოკრე პირველ სართულზე. მოგვაქირავს ახლა ეს ფანჯარა და სამზარეულო 50 ლარი. მეტი რა ჯანდაბა უნდა. კაი ნანა რა, კაი რა, სხვისი სახლიდან და სხვისი სამზარეულოდან ხაჭაპურების ყიდვა რა არის და თან ჩემმა მტერმა უყურა ამ ლოჩნუკრის თელი დღე. ой, მაგაზე კი არ მიფიქრია. ნეტა არაქირავებს ვინმე კაცო. რა ვიცი ნანა, აბა გვიღირს. ვაიმე როგორ არა, აბა ერთი დაითვალე რა, შვენიერი ფული გრჩება. მიდი აბა ერთი გამოიტანე ეს წითელი ბლოკნოტი. ბუღალტერიას სადაც ვწერ. აგერა. 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 კე მოვედი. შევედი ნიკო. სადი ახლა გამორთე, არ შეჭამ. გიო და ლევანი სად არიან? სასეირნოდ არიან და ალბათ პირდაპირ სახლში წავლენ. დროყო შენ არ შეჭამ, ისეთი ტომა გავაკეთე. აუ არ ვიცი. რატო სამსახურში ჭამე რამე? არა, არაფერი, მაგრამ რაღაცა მე მგონი გული მერევა. მერე? მოიწამლე? არა, დედა, რითი უნდა მოვწამლულიყავი. სამსახურში არაფერი მიჭამია. მერე დილას ალაძიკები უჭამეთ შენი გამოგზავნილი მე და ლევანმა. ლევანი ხომ მოიწამლა? არ ვიცი, კარგად იყო და მე არ დამირეკავს. მე დაურეკავ. მინერალურსაც მოგიტან. ხო რა. მაკა! აუ. ათი წინასწარ გამაფრთხილე ხოლმე ისეთ რამეზე თუ მიშვებ, მთელი ქალაქის მოვლა ან რკინის კალამნების ჩაცმა თუ დამჭირდება. გიჟივით გავარდი, რას ვიფიქრებდი, პურს თუ ვერ ვიშოვიდი. არ იყო? იყო კი არა, საერთოდ თუ არსებობდა ჭვავის უსაფუარო პური პირველად გაიგეს ქალაქის 5 სუპერმარკეტში. ხო და დაგერეკა მე ტასოს დაურეკავდი, ხო ეკრიტულობს ეგეთ სისულელეებს. რას მეუბნები, აბა რა გონია ვინ მითხრა? ბევრს იცნობ ტასოს გარდა თბილისში პურის ბუციკი რო ეცოდინება? მუხუდოს პურიც არსებობს? ხო. აი მე რა საყვარელი ხარ ზაზა, ყველაფერი გიყიდია. ხო, რას დავეძებდი? ისე გამიხარდა რომ რაშიც საფუარი და ხორბალი არ ერია, ყველაფერი ჩავალაგებინე. მე ოქრო ხარ ზაზა. ახლა მთავარია რას უნდა მივაბოლოთ ეს პური. რას და ყაბაყის კრემსუპს ყველით. მე მივდივარ ამ სახლში. არა, მე ძალიან გემრიელია. წესი. მე ჩვენ მეპარება და ეს მეორე რა არის? ეს გრილზე შემწარი პოსტნეული. სასაული. შეიძლება მე რო არ ვჭამო? რატო არ ნაჭამო? პირიქით ზაზა, შენ უნდა ჭამო, რომ მე ჩვენი შვილები რო დაგინახავენ, ეგება შენი ხათრით მაინც შეჭამონ. აი, პანეცელები. ოჯა! სუპს ხო შეჭამ? მე კი. მე ვარ ჭამ არ შეიძლება. ხო იცი მეც არ მეყვარს ეს დიდად სუპერი, მაგრამ ეს ისეთი
გემრიელი კრემსუპია. და რისია? ყაბაყის დე? უფ, მე არ მინდა და შენ გიყვარს? სასარგებლოა. და სხვა რამე არ გვაქვს? გემოაკ რა არის? აბა ეხლა გემრიელესი მოხუდოს პურია. დედას უყვარს. აბა რა, წარმოუდგენელია ეგეთი პური არ გიყვარდეს. ხო, კაი. მაშინ თქვენ ჭამეთ რატატუი, კაი? ეგ რა არის? რა მნიშვნელობა აქვს? მე უკვე აღარ მინდა და თან აი ბადრიჯანი პომიდრით. არ გწოდნია ბატონო. მარტო ბადრიჯანია? სტაფილო და ყაბაყი? დღეს ყველაფერი ყაბაყით რატოა? წავმე კარაქი ამ გუშაჭო. მე ყველი მომიტანე რა. მაშო. უსარგებლო, მაგრამ გემრიელი საჭმელი. გიყვარს? კი, მაგრამ ძალიან იშვიათად ჭამ. ესეც მხოლოდ მამასთან რო არ მაშინ. მეგობრების მამასთან ერთად ჰამბურგერს და ჩიფსებს არ შეჭამ? აუ მაშო კი რა გთხოვ. შეიძლება? მე არ ვიცი. ნუ ერთხელ შეიძლება. ჰა? კაი. მე ორმაგი ჩიზბურგერი. წავედი. მე ბიგ ტეისტი მინდა. გიოსადა. მეგობართან დარჩა ცოტა ვიქამაში. როგორ? ძალიან კარგად. გული ერეოდა და ძლივს ჩაეცინა. რას უნდა მოეწამლა? რას უნდა მოეწამლა? სამსახურში არაფერი არ უჭამდა და მხოლოდ ჩემი გაკეთებული ალადუშკები ჭამა. ხო, მაგრამ ეგ მე ვშამდა. მაგაშია საქმე. რაში? იმაში ლევანიკო შენ ჭამე და კარგად ხარ და მან ჭამა და გული ერევა. რა გამოდის? რომ მარტო ელენე საწყინა. კარგი რა ლევანიკო, კარგი რა. გამოდის რომ ორსულად არის. რა? ვითომ? აბა სხვა რა უნდა იყოს? მოდის. ლევან, ხედი? ხო. გიო? საბასთან დარჩა ვიქამაში. შენ რა გქა? აუ რა ვიცი, მეცინა, მაგრამ მაინც ვერ ვარ კარგად. დე, კიდე გერევა გული? ხო. იცი შენ ხო არ გეწყინება ჩვენ რომ წავიდეთ? არა, დედიკო, არ მიწვით. წავიდეთ რა ჩვენ. წავიდეთ. ვანი, რა მოგივიდე? დე, წყალს მოგიტან. ეხლა. იმერება. ზაზა რატო ჩაუში ბავშვები ეზოში? 9 საათია უკვე. აი მარო დარეკოს ახლა რა მითხრა? არ უპასუხო. კი და ზუსტად 2 წუთში აქ იქნება. მაშინ მე უპასუხებ. აი რა მაგარა. სისულელი არ არის ხა არ დადეგებზე მათემატიკის გაკვეთილების კეთება. რა ჭირა საქმე რა. დაისვენოს ბავშვო. მოვიდნენ? ზაზა გასაღები გაატანა? არა, ეს ეთყობა ყველაზე პატარა და ჭინჭყლი მოვიდა. ვაიმე. რა კარგია ორივე რო სახში დამხვდით. რა საყვარელი ხარ დედა? მე სულ საყვარელი ვარ, მაკა. სულ საყვარელი ხარ, მაგრამ თან რაღაცა კარგ ხასიათზე ხარ ეხლა და ხდება. მე რა კარგ ხასიათზე, მაკა, რა კარგ ხასიათზე, თავზე მემხობა ყველაფერი. არა იცი რა, აი რაღაცა გადაწყვეტილებამდე მივედი და ვიფიქრე რომ სახლში რომ მივალ მაკას და ზაზას ვეტყვი, რამე სისულელე არ გავაკეთო თქო. თქვენ და სისულელე მომკალი და ვერ დავიჯერებ. ხო, რა იყო, ხო შეიძლება ერთხელ მე შემეშალოს. არ არსებობს. აცალე ადამიანს. მოკლედ. არ მინდა ამ საცხობის დახურვა და სახლში დაჯდომა. არც მე. ხო, თქვენ გამოვამბობ, ანუ მოსაწყენია ახლა სულ სახლში ჯდო. რა ვიცი, შენთვის არ არის მოსაწყენი და არ მოგბეზრდა. ნანამ თქვა რამე ვიქირაოთო. და რო დავთვალეთ, იცი რაღაცა ისე გამოდის, რომ 1-300-400 ლარი გვრჩება იმისთვის, რომ ქირა გადავიხატოთ. ძალიან მაგარ მანქანას იქირავებთ. და მანქანაში გამოვაცხო ხაჭაპური? არა, გამოწყობით სახლში გამოვაცხობთ, უბრალოდ მანქანით გაყიდით. არა. არა. მოიცა დააცადა, იქნება რამე ჭკვიანურს ამბობს. არაფერი, უბრალოდ 400 ლარით ნორმალურ საწყობს მაინც ვერ იქირავებთ, ხო?
თან ზაფხულია, ყველა გარეთაა გამოსული და მანქანით გაყიდვა უფრო მომგებიანი იქნება. და სად უნდა დავაყენო ეს მანქანა, ან ვინ გაგვაჩერებინებს? კაცო, რატომ უნდა დააყენოთ? პირიქით უნდა იმოძრაოთ. ახვალთ კუსტბაზე მაგალითად, დაიძახებთ ხაჭაპური, ცხელი ხაჭაპური იყიდიან, რასაც ვერ გაყიდით, აიტანთ ლისის ტბაზე, იქაც ხაჭაპური, ცხელი ხაჭაპური და ეს. აჰა. და ეს ხაჭაპურის ყვირილით ვიწანწალო ტბებზე? თუ მარტო ეგ არის პრობლემა, ეზოებში შეგიძლიათ შეხვიდეთ რუპორით, ხაჭაპური, ცხელი ხაჭაპური, ჩამოვლენ იყიდიან. ვიცადე და ხაჭაპურს რო გავყიდი. მერე ჯართი ცხوار ჩავაბარო, რომ უფრო მეტი ფული მოვიტანო სახლში. ძალიან კაი აზრია. უბრალოდ ეგ ბიზნესი გადაჭედილია. და როგორ ვერ ვისწავლე ჭკუა რა. როგორ ვერ ვისწავლე ჭკუა? ამას შეიძლება რამე დახმარება ვთხოვო? არა, ჭკუა ვერ ვისწავლე რა. ჭკუა ვერ ვისწავლე ამ სამშვიდობის. ეხლა იცით როგორ ვარ? აი ქარიშხლის წინ რო სიმშვიდეა, აი მასე. მართალია ბავშვები კარგად არიან, არც პედიატრი დამჭიროებია, არც დიეტოლოგი, არც ალერგოლოგი და არც ფსიქოლოგი. მაშოც ისეთი ბედნიერი ასხივებს, მადლობებს მიხდის, მაგრამ მე ხო ვიცი რომ დავიღუპე. დედამისის ჩამოწერილი სიიდან არც ერთი პუნქტი არ შეგვისრულებია პირიქით. ჩვენ ყველაფერი უკუღმა გავაკეთეთ. კვების რეჟიმი დავარღვიეთ საშილად. 12 წელი რაც ბავშვს ხორბლის ფქვილი არ უჭამია. ჩვენ ერთ დღეში სულ ხაჭაპურებით და ბურგერებით ავანაზღავრეთ. მარტო კვება, სეირნობა, კითხვა. აი, კითხვა და ჩამავალ. გიგი ბავშვები წრეში მოსამაშობ და ჩამოდიოდა ჩავალთ რა. გაგიშთით, შენ იცი ხა სტადიონზე როგორი მზეა? მე რა, შენ რო სამსახურში მიდიხარ ხოლმე, ჩვენს რო ჩავდივართ, ხო? არა, мама, ეხა უკვე აღარ შეიძლება დღეიდან მზეს გამოსხივება აქვს. კი, დედაც ზუსტად მასე ამბობს. მინდა. აუ 1 საათი რას გადაწყვეტ? შეხედეთ, აბა ეს ანგელოზებით ბავშვი ამდენს თუ წუწუნებს. მე სამეცადინო მაქვს. ცოტა მე რო იმეცადინო. ვერა, დედამ თქვა მათემატიკა და გეცეკნებით დღის პირველ ნახევარში უნდა იმეცადინო, რადგან ტვინი უფრო კარგად მუშაობს. მერე ხვალდილით იმეცადინე. ენაცვალოს мама, ნახე როგორ უპოვა გამოსავალი. ანუ გუშვე? რკინის ლოგიკა აქვს ისე ამ ბავშვებს. სულ სახში ხო არ ვიჯდებით? არა, დედა, ეხა საღამოს რო აგრილდება, ყველა ერთად გავალთ და გავისეირნებ. არ მინდა გასეირნება. არც მე. კი ბატონო, თუ არ გინდათ, მე და დედა წავალთ გავისეირნებ და თქვენ ჩადით და იყავით ეზოში. აი, ესე ერთი ხელის მოსმით დავტოვეთ მაშო, უსწავლელი და მზის გულზე წრეში ბურთის მოთამაშე. წარმოდგენა არ მინდა ხვალ რა მოხდება. ალბათ აფიშები გამოეკროვა მთელს ქალაქში. არანდო შვილები მაკამიმინაშვილს. მაკამიმინაშვილი ყველაზე საშიში დედა. აი მე ხამაზე ფიქრი თუ გავაგრძელე. ავედი. კარგი დედა, რა აღარ შემიძლია უღაჭრი. არა, შენთვის ვიტამინები აუცილებელია. რატო? ყველასთვის არის აუცილებელი ვიტამინების მიღება. ლევან, რატო არ ჭამჭამე? რას ქვია ამჭამ? შენა, გირო მოიყვანოთ და დატოვოთ მის წყნარად ვიქნები, არ შეიძლება? თუ გინდა წავალ და მოვიყვან და დავჭოთ აქ. არა, უკეთ ვარ მე უკვე, შეგვიძლია წავიდეთ. კარგად ხარ. ხანუ ცოტა თაბრუმე ხვევა, მაგრამ არა უშავს. ძალიან კარგი. გადასარევე. ალო. ხანინჩო. მართლა არ არსებობს. მეც. კარგი, არ არის პრობლემა, ნუ მოხვალ. კარგი დროებით, კარგი. ვინ იყო? ჩემი თანამშრომელი იყო ნინჩო. დღეს სამსახურში მოგვიტანეს ატმის წვენი და დავლიეთ ორივემ და ისე მოვიწამლეო, რომ სამსახურშიც ვერ მოვალო და ეტყობა მეც მაგ წვენმა მომწამლა. ვაი.
რა იყო? არაფერი. საშინელება ამ მაღაზიებში მოწამულ წვენს რო ყიდიან რა. წავედით რა დროს. აი. მამა. მიციე რა. ძინავს. მეც მინდა ძილი. წავდი მერე და დაწექი. აუ, იქ როგორც ხელა, იცი? ბებოს აი ამ ხელაზე აქვს ფანჯარა გაღებული. ამოვარდება დილას ქარი და დაემართება რადიკულიტიო იძახის. ასე მოვიჭო, ეგეთი შანსის ხელიდან გაშვება იქნება. დაიძინება და გააღება. ეძინება, მამა. თან რო დაიძინებს, მე ხრინვას იწყებს ეგრევე. ეს ქალი გეწაძებს ძილში წარმოასვენებს. მოდი მამიკო.